ფლობით 1 საათს გაგრძელდა. კრუნტ ფოლენბერგის განცხადებით შეხვედრაზე მხარეებმა გალის მოსახლეობის და დევნილთა პრობლემები განიხილეს. აუთოს უმაღლესი კომისარი საქართველოში დილით ჩამოვიდა. ევროპა დაინტერესებულია, რომ ეუთოს მისიამ კვლავ განაგრძოს მუშაობა სამხრეთ ოსეთსა და კავკასიაში. მეაუცილებლად ჩაო გალშიც და საკუთარი თვალით ნახავ იქ არსებულ მდგომარეობას. კონფლიქტის ზონებში ამ პერიოდისთვის უამრავი პრობლემაა. ჩვენ შევეცდებით არსებულ პრობლემებს დეტალურად გავეცნოთ და მისი მოგვარების გზები და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გეორგიოს სურლასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე განმარტებით, საბერძნეთი როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შეეცდება, რომ ის პრობლემები, რაც ეუთოს სამშვიდობო ფორმატთან არის დაკავშირებული, მოაგვაროს. უმრავლესობის და უმცირესობის წევრები საბერძნეთის დელეგაციასთან შეხვედრით კმაყოფილები არიან. საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გახდება, ეცდება, რომ ეუთოსთან მიმართებაში ყველა პრობლემა მოგვარდეს. მიგოჩნია, რომ რუსეთს და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ჩვენი მთავარი თემა იყო ევრომონიტორებთან დაკავშირებით უფრო მეტი მათთვის ფუნქციების და უფლებების საკითხების დაყენება. ვინაიდან ევროკავშირი არის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი ვერანაირად ვერ დაადებს ვეტოს. ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ევრომონიტორების მისიის ფორმატი შეიცვალოს. ჩვენ საუბრობთ კონფლიქტის ზონებზე, რომელიც არის ოსეთში და აფხაზეთში. კერძოდ გეჭირთ, რომ საბერძნეთი გამოვიდა ინიციატივით ეუთოს ფორმატთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხარდაჭერა, სამშვიდობო ხარდაჭერა მანდატთან დაკავშირებით გვექნება. საბერძნეთის ხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიზეზთან ერთად იმის გამოც, რომ საბერძნეთი არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ის აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოში ეუთოს მანდატის აღდგენის თაობაზე. ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსი ენერგეტიკის სამინისტროსგან რუსეთს საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის გამოქვეყნებას ითხოვს. თავის გამყრელიძის განცხადებით მემორანდუმის გასაიდუმლოება ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პუტინის ხელისუფლებას საკუთარი ხელისუფლების გადასარჩენად ხარკს უხდის. თავის გამყრელიძე ამბობს, რომ იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, ამიტომ მისი ხელისუფლების პერიოდში ხალხის ზურგს უკან გაფორმებული ყველა დოკუმენტი არალეგიტიმურად ითვლება. ახალი მემარჯვენეები რუსეთის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ენგურესთან დაკავშირებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაუქმდება. მანამ ჩვენთვის უცნობია რეალური შეთანხმების შინაარსი და ტექსტი. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, რომ ვიფიქროთ და დავასკვნათ, რომ ეს შეთანხმება, ეს გარიგება არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გარკვეული ხარკის გადახდა რუსეთისთვის, ბატონი პუტინისთვის, იმისთვის, რომ გარკვეულწილად, გარკვეული დროით შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა. ვაფრთხილებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც და ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერება ენგურის მართვასთან დაკავშირებით, თუ ის იქნება ხალხი ხალხის ზურგს უკან გაკეთებული, ექნება ყოველგვარი ლეგიტიმაცია იქნება დაკარგული. საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულების საფუძველზე დედაქალაქის გარდა ყველა რეგიონის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება ეძლევა ყოველთვიური ხელფასი 2360 ლარამდე ლარამდე იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარე 2360 ლარი, გამგებლის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1100 ლარი, გამგებლის მოადგილე 900 ლარი, სამსახურის უფროსი, გამგეობის აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი 700 ლარი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 650 ლარი, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი 500 ლარი, გამგებლის თანაშემწე სხვა უფროსი, საჯარო თანამდებობის პირი 450 ლარი, გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გამგეობის რწმუნებული 400 ლარი, უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი 420 ლარი. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში ხელფასების ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრებზე დამატებითი სამუშაოების დაკისრებით ხსნიან. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის პროექტის მიხედვით, რომელიც რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ამ პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი ფუნქციები ეკისრებათ, რის გამოც მათთვის ხელფასების მატება გადაწყდა. დაწესვა გაიზარდა რეგიონებზე, დაწესვა გაიზარდა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში და კიდევ მეორე ის პროექტი, რომელიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების
დაფინანსებას ეძღვნება, რა თქმა უნდა, სწორედ ძირითად დაწოლას გულისხმობს რეგიონებზე და არა დედაქალაქში. ხელისუფლების პოზიციის არჩევა დედაქალაქის საკრებულოს ლეიბორისტ წევრ პაატა ჯიბლაძეს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების 30%-იან მატებას ლეიბორისტი მათ მოწყიდვად აფასებს და ამბობს, რომ რეგიონული თვითმმართველობის ორგანოები რეალურად მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი ხანია აღარ ასრულებენ. როდესაც უამრავი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი მართლა ელემენტარული, აი პურის ფულის საშუალებლად არის გადაგებული 24 საათი, ეს მე მიმაჩნია დანაშაულად აი ამ საკრებულოებში ხელფასების მომატება. რაიონებში ხომ ფაქტიურად ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქიმერა არაფერს არ აკეთებენ ფაქტიურად. იქ ყველაფერს წვიტავენ დანიშნული პროკურორები, მათ ნებასურვილზე არის დამოკიდებული სულ ყველაფერი და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები, საკრებულოს წევრები არიან ელემენტარულად ხელის ამწევი და დამწევი ადამიანები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრებისთვის ხელფასების ზრდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გაუმდინარე დაუშვებლად მიაჩნიათ ექსპერტთა ნაწილს. ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას პრეზიდენტის მიერ მათ მოგვთამოს უწოდებს. ეკონომიკურ მიზანშეწონილობას სააკაშვილი როგორც წესი არასდროს არაფრად დაგიჯდებს. მისთვის უმთავრესი არის დღეს სხვა რამ. გრძნობს უკვე საფრთხეს ქართული ხალხური ტერმინოლოგიით რო ვთქვა, წყალი აქვს შემდგარი და ამიტომაც ესე პირდაპირი მოსკითხვა. 30 დეკემბრის პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში 2009 წლის 1 იანვარს შევიდა. თბილისში ჩატარებული მკურნალობის შედეგების შესაფასებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გალობლიშვილი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება. ჟურნალისტებთან საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ობსერვაციული განყოფილებიდან წუხელ გაეწერა. მისივე ინფორმაციით საავადმყოფოდან წასვლამდე გალობლიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ქართულ და გერმანელ უროლოგებს შორის ტელეკონსილიუმი გაიმართა, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ სწორედ გერმანელი ექიმები გადაწყვეტენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამომავლო მკურნალობის პროცესს. ექიმების ინფორმაციით გრიგოლ გალობლიშვილის თირკმელების ანთებითი პროცესის გამო 4 კვირიანი მკურნალობა დაენიშნა, ხოლო 17 იანვარს მას აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ზოგადი დისკომფორტი, ტახიკარდია და არტერიული წნევის მომატება, რის გამოც რესპუბლიკური საავადმყოფოს ობსერვაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ყოფილი პრემიერის პარტიამ დღეს საქართველოს გაძლიერების, თავდაცვის უნარიანობისა და კონფლიქტების მოგვარების გეგმა წარმოადგინა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აგვისტოს ომში ქვეყანა არ უნდა ჩართულიყო, ვინაიდან ნოღაიდელის თქმით, სარდლობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ის კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მომხრეა. გასცემაში რამოდენიმე საათიანი ბრძოლის შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ სარდლობა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. არ მოქმედებდა და პრაქტიკულად კი არ არსებობდა ბრძოლის მართვის ვერტიკალი. დანების თანმიმდევრული და იერარქიული შესრულება და ძალიან სერიოზული შეცდომები იყო დასრულებული. ჩვენ გვინახავთ წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა თუ რა უნდა მოხდეს საქართველოს გასაძლიერებლად, თავდაცვის უნარიანობის განსამტკიცებლად და კონფლიქტის მოგვარების ჩვენი ხედვა შემოგთავაზოთ იმავდროულად. ჩვენ პირველ რიგში ჩვენ მკაფიოდ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ძალის გამოყენებაზე, პირველ რიგში კონფლიქტების მოსაგვარებლად, არანაირი პროვოკაციები ჩვენი მხრიდან აღარ უნდა იყოს. და არანაირ პროვოკაციებზე არ უნდა ჩამოვარდოთ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძალის გამოყენებას კონფლიქტის რეგიონებში შეიძლება მოყვეს სრულმასშტაბიანი კიდევ ერთი